ყველას მოგესალმებით. დღეს ისევ გამოვედით სანადიროდ ქარეულ ტრედზე. გამომდინარე იქიდან რომ ქათამი ჯერ არ არის პარში ჩამოსული და ვერ ნადირობთ. ამიტომ კიდევ ერთხელ გამოვედით ქარეულ ტრედზე და ქედანზე სანადიროდ. ორი კვირა არ ყოფილი ვარ და ნახოთ აბა თუ ისევ მოძრაობს ტრედი ამ ადგილებში და თუ არ შეიცვალა ტრასები. ახლა 100 მეტრი 50-ად გავიაროთ ფეხით ჩვენ ადგილამდე. სადაც გავაკეთებთ სამალავს. აი ხესთან რომ მოჩანს. თითოლებიც ჩავალაგეთ. ჩვენ სამალავი. მზათავართ ველოდებით გადმოფრენას მზეც ამოვიდა. აბა დაველოდოთ მტრედს ან ქედანს. დღეს ნადირობ 10 ნომრით და 8 ნომრებით. წესით საკმარისი უნდა იყოს ესეთ მანძილზე და ახლობით 20 მეტრი გვაქვს სასროლი მანძილი. პირველი გუნდი. ой, რა დიდი გუნდი მოვიდა. კიდე კაი არ ვისროლ. აშკარად მომჩნევენ. ვაიმე. ეს რა იყო? რამხელა გუნდი მოდის, რამხელა გუნდი. აქეთ გადავიდნენ. რაღაც არ მოსწონთ აქ. კიდე გუნდი. მობრუნდნენ. მოდი. კაი დიდი გუნდია. ორი ცალი. კიდე მოდიან. შორი იყო 10 ნომრისთვის.
ერთი ცალი. ჩაჭდა. შენი ავაგრო უწებ. ანაქვე ჩავსხო. ერთი ცალი. მეორე. ორიდან ორი. Paurmagi გამოფლეშის პირობებში ვნახოთ რას ვიზამთ. კიდე მოკვიდან მომეპარნენ. თავის ფეხით მოვიდა. კიდე გაიგუნდი. გორი ბრახვანი მოვადინა. ჩამოვაგდე. ნომრით. ხელა გუნდია ბიჭო. ისე უბრუნდებიან. მე და 4 ცალი ჩამოვაგდი ერთი სროლით. იქით ყურძენს კრიფავენ და ცოტა დავაფრთხე ხალხი. აშებჯო გადმომწახა ვიღაცა. აშებჯო. ერთი აქ ჩავარდა სადღაც აი აქ ერთა ხდის. დაჭრილია ესეც. 10 ნომერი იმენა. აშება თავის საქმეს. ხერა ამბავია და არ მინდა რომ ვესროლო. ახ ეს ჩაჯდნენ. თავზე მაფრინდებიან ტიპი. ახ ამბავი. ახ საგიჟეთია იმენ. ახ აი თავზე დამაფრინდა ლამის. უჩინარი ხო არ გავხდი თუ რა ამჭირს ნეტა. ახ ამბავი. მასაც არასვენებს გამჩენი, მაგრამ ლიმიტი შესრულებული გვაქვს და გავამართლა. მოგეთ ეს სპინერი მაგრად მუშაობს რა, ძალიან მაგრა იტყუებს დღეს. აი კროგებს ურტყამს აგერთ გავარა. არ ჯერა მაინც. წყალი მაინც დავლიოთ, რა? წავედი ახლა შესაგროვებლად. ეს 10 ნომრებიც გამოვიყენე სანადიროდ. გამომდინარე იქიდან რომ ანძილი არ იყო შორი. 15-20 მეტრზე მიწევდა სროლა და მაგრამ მაინც
მიმაჩნია რომ არ არის შესაბამისი ტყვია ტრედისთვის, იმიტომ რომ უფრო დაჭრილები იყვნენ ვიდრე ეგრევე მოხსნილები და ამიტომ 10 ნომრით ნადირობა ტრედზე არ ღირს რა. მინიმუმ 8 ნომერი მაინც უნდა იყოს. 7 ნომერი, 8 ნომერი, 6 ნომერი, 10 ნომერი ძალიან ცოტაა. დაჭრილები იყო ბევრი ძალიან. ნუ ესეც გამოცდილებაა, რომ 10 ნომრით გარეგულ ტრედზე არ უნდა ინადირო, მით უმეტეს ქედანზე ხო საერთოდ. აგერ კიდე ანუ ნადირობა კი გამოგვივიდა კარგი, მაგრამ ძალიან მოკლე მეტრაჟიანი გამოვიდა. 8 საათზე დავიწყე დაახლოებით და 9 საკლია 20 წუთი უკვე ლიმიტი აღებული მაქვს. სამწუხაროდ გადაჭარბებით ბოლოს ერთს დაუმბიზნე და 3 ჩამოვარდა თუ 4. 10-ის მაგიბად გამოგვივიდა 12 წელი, მაგრამ არა უშავს უნებურად ხდება ხოლმე და გვეპატიება მოგონი. ეს ჩვენი ნადავლი. თორმეტი წელი. ესე იგი ამ კამუფლაჟმა ძალიან ცუდად იმუშავა ამ ფერმა. ეტყობა. კიდე თავზე გადამიფრინეს. ეტყობა ფლად არ შეესაბამებოდა ლანდშაფტს და ფრთხებოდნენ და მე გადავაფარე ეს ჩემი პონჩო და ეს ეტყობა კარგად შეეფერებოდა თავრობას და ეგრევე თავზე მაჯდებოდნენ ლამის. ეს შესაბამისი ფერია შეხამებული ლანდშაფტთან და ძალიან მაგრად იმუშავა. ამით დავასრულეთ ნადირობა, ჩვენი მოკლე მეტრაჟიანი ნადირობა და ცოტა ხანი კი მინდოდა გართობა კიდე, მაგრამ ლიმიტი შევასრულეთ. აგავაკეთო მინდორში. დავეშებით ნელ-ნელა სახლისკენ. შევხვდებით შემდეგ ნადირობებზე, რა თქმა უნდა. ცხვრის ფარა. წინთხები მოუძღვებიან. გავატაროთ. დაცვა მოყვება. რა გინდა ბიჭო? მიაქანავებენ ტაკოებს. ამდენი ჩაკაფული მიდის ბიჭო. აუმარჯოს. აგე დაცვა. ბიჭები არიან.